დავიწყოთ? დავიწყოთ. რატომ გადაწყვიტეთ თბილისი მედიკის ტრანსფორმაცია? თბილისი მედიკში გჯერა რომ კომპანია ცოცხალი ორგანიზმია, რომლის სიცოცხლის უნარიანობასაც გარდა ფინანსური მაჩვენებლებისა განაპირობებს გუნდის წევრების კეთილდღეობაც. ასევე ორგანიზაციის სიცოცხლის უნარიანობისთვის აუცილებელი პირობა გგონია ღირებულებები. თბილისი მედიკის შემთხვევაში გამოყოფთი ორ მთავარ ღირებულებას, ესენია ნდობა და თავისუფლება. სწორედ ამ ღირებულებების ირგვლივ უკვე 15 წელია ვაერთიანებთ თბილისი მედიკის გუნდს. რაც შეეხება ტრანსფორმაციას, გვინდოდა თბილისი მედიკის სტრუქტურა და პროცესები დაგვეკავშირებინა კომპანიის მთავარ ღირებულებებთან და ამ ყველაფრის დახმარებით გაგვეუმჯობესებინა როგორც ფინანსური შედეგები, ასევე სამუშაო გარემო. ამ კითხვაზე პასუხს ცოტა ზოგადად გავცემ. დღევანდელი სამყარო ძალიან დინამიური არის, პრაქტიკულად ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცხოვრობ, შესაბამისად ნებისმიერი პროცესი და გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღება. ამიტომ თუ უნდა ორგანიზაციას კონკურენტუნარიანობას და ეფექტიანობას აუბას მხარი, აუცილებელია მისთვის ევოლუცია. ზოგადად ჩვენი მიზანი იყო თბილისი მედიკის გუნდთან ერთად შეგვექმნა ისეთი საოპერაციო მოდელი, რომელიც იქნებოდა ადაპტირებული და მოქნილი მსგავსი ტიპის გარემოსთვის და ასევე რეალურ ღირებულებას შექმნიდა კომპანიაში. როგორი იყო ცვლილებების პროცესი? განსხვავებული, რადგან ნებისმიერ ტრანსფორმაციისას ბაზარზე რაღაც მიღებული პრაქტიკაა, რომ გაციფრულება და პროცესების შემოტანით იწყება ორგანიზაციაში სიახლეები. არადა ამავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ხალხის ცევების და აზროვნების ცვლილება და არსებული ჩარჩოებიდან მათი გამოყვანა. ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი, სწორედ ამით დავიწყეთ და ამიტომ ვთვლი, რომ შედარებით მარტივად წავიდა, სული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც მენეჯმენტის, ისე თანამშრომლების მხრიდან და ისაც მიზნად ჰქონდა, ვთვლი, რომ მაქსიმალურად შევასრულეთ. მთავარი რაც იყო ორგანიზაციაში გავაჩინეთ ახალი შესაძლებლობები, როგორც როლების, ისე ახალი პოზიციების მხრივ. მივეცით თანამშრომლებს საშუალება, რომ თვითონ აერჩიათ და ეპოვათ საკუთარი კომფორტის ზონა და ის ადგილები, სადაც ყველაზე კარგად გზნობთ თავს და ამით ვგონია, რომ ყველაზე ღირებული რამ შევქმნით კომპანიაში. ცვლილებების მიმდინარეობისას არაერთხელ მოგვიწია ჩვენ თავში განმტკიცება, რომ ჩვენი ღირებულებების ერთგულები ვართ. მიუხედავად რთული გამოწვევებისა, ძირეულად გარდავქმნით ფუნდამენტური პროცესები კომპანიაში, მათ შორის შევცვალეთ თანამშრომელთა мотиваციის ღერძი, შევქმნით ფიქსირებული უბონუსო ანაზღაურების სისტემა თითოეული რგოლისთვის, კომერციულ გუნდში გავაუქმეთ გეგმების სისტემა, ასევე მინიმუმამდე შევამცირეთ ბიუროკრატია კომპანიაში. როგორია სახეშეცვლილი თბილისი მედიკი? ზოგადად ორგანიზაციის ტრანსფორმაცია საკმაოდ კომპლექსური და მრავალფაზიანი პროცესია. თავდაპირველად მოსალოდნელია ფინანსური მაჩვენებლების კლებაც, რაც ბუნებრივია დროთა განმავლობაში რეგულირდება. ჩვენ შემთხვევაში თბილისი მედიკის შეუპოვარი გუნდისა და კვალიფიციური კონსულტანტების დახმარებით ყველაფერი კომპანიის სასიკეთოდ წარიმართა და პირველივე წელს მოვახერხეთ 28%-იანი რეალიზაციის ზრდის მიღწევა. ასევე შიდა კვლევების თანახმად თანამშრომლების კმაყოფილების ინდექსმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გარდა ამისა, აღსრულდა ჩვენთვის უმთავრესი მიზანი და შევქმნით ისეთი სამუშაო პროცესი და სტრუქტურა, რომლის დახმარებითაც თბილისი მედიკის გუნდის წევრებს გაუჩნდათ ახალი შესაძლებლობები და საინტერესო გამოწვევები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, რაც შევუკვეთეთ, იმაზე უკეთესი რამ ჩამოვიდა. გამოყოფთი რამდენიმე შედეგს, პირველ რიგში თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ორგანიზაციაში შეიქმნა ისეთი გარემო, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებებზე თვითონ აგონ პასუხი. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, რომ კომპანიაში გავაჩინეთ შეგრძნება, რომ ეს არ იყო ერთჯერადი პროცესი და დღეს კომპანია, მენეჯმენტი, თანამშრომლები აგრძელებენ ყოველდღიურად იმაზე ზრუნვას, თუ როგორ გახდნენ ხვალ კიდევ უფრო უკეთესები. ჩვენთვის პირადი წარმატება იყო, რომ პირველად ვცადეთ ექსპერიმენტი ტექნოლოგიურ კომპანიაში დანერგილი კარგი პრაქტიკები გადმოგვეტანა ახალ ინდუსტრიებში და ახალ ბიზნესებში და ასე ვთქვათ, მოგვერგო ის პრაქტიკები, რომელიც ახალ თანამედროვე კომპანიის ცხოვრებას ერგება და ვთვლი, რომ ამ პირველმა ექსპერიმენტმა გაამართლა და ეს თბილისი მედიკის და ჩვენი საერთო წარმატებაა.